მომინაცვლობ ახლა სტუდიაში იაგო ხუჩია, გვირჩის ლიდერი. მოგესალმებით იაგო, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. საუბრობთ ოპოზიციურ ალიანსებზე, ოპოზიციურ გეგმებზე. ვიხილეთ თქვენი კომენტარები და შეფასებები ამ თემაზე, სხვათა შორის ალიანსთან დაკავშირებით. და ცოტა გამიკურდა კიდეც თქვენ თქვით, რომ ეს მიშას ალიანსი არ სჭირდება, ალიანსს სჭირდება მიშა. რატომ მოგეთ შეცვალა რამ სტრატეგიებზე მე მახსოვს თქვენი ძალიან სერიოზული კრიტიკა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და უცებ თითქოს მის დამცველად მოგვევლინა გირჩი და შეიძლება ვცდები და ესე ჩანს მაგრამ რას ნიშნავდა ასეთი ტიპის განცხადება იმიტომ რომ სწორედ სააკაშვილის ფაქტორი აღმოჩნდა მორიგი კრიტიკული რაღაც სტატუსების თავდასხმების მიზეზი და თქვენ ამბობთ რომ პირიქით ანუ ლიდერის პრობლემაა ისევ ალიანსში და ეს სააკაშვილი უნდა იყოს თქვენც კი ასე მიგაჩნიათ თან როცა არ ხართ ამ ალიანსში მაგრამ ვიდრე რომ ჩამეტია მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. არა, მე არა დამოკიდებულება არ სააკაშვილის მიმართ არ შემცვლია, მაგრამ აქ უბრალოდ ფაქტებზე ვილაპარაკეთ. ხო, კი ბატონო. ეს ალიანსი არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ალიანსი, სადაც თვითონ იძახდნენ რომ მიშას გარეშე ნულები ვართო, მიშას ლილიპუტები ვართო, მიშას რაღაცა ვართო და უცბად მას შემდეგ რაც კაცი ციხეშია, აუჯანყდნენ და რაღაცა ჩერგოს და გვარამიას დიქტატის დამყარება დაიწყეს და იმ ნაწილში სადაც ნაციონალური მოძრაობიდან მიშას ის გინდა გაგდება გინდა თავისთავად ცხადია რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი იტყვის რომ მართლა ესენი რაშუაშია საერთოდ რომ არც 1% სამღები არ არის თავიდან ბოლომდე მიშაზე იყვნენ ყოველთვის ჩამოკიდებული წინა არჩევნებზე ხმა იმიტომ აიღეს რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაუბრაზდა მაგათ და გვარამიას უბრალოდ აცალა ძარცვა იმის გამო რომ სავარაუდოდ შეპირდნენ რომ ციხიდან გამოგიშვებთ თუ ამ ასე მოიქცევიო ახლა დაკარგა იმედი ანუ თქვენ ციზიარებთ მოდი შეგაწყვეტილებ და გაცდით თქვენ ციზიარებთ იმ პოზიციას რაზეც სააკაშვილი წერდა რომ შესაძლოა არჩევნების წინ გარკვეულ ძალებს იმიტომ რომ არა თქვენ ციზიარებთ კი არა სანდრო რაქვეიშვილი ვნახე პირდაპირ თქვით რომ გვარამიას გულისხმობდა ალბათო ანუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას რომ შესაძლოა არჩევნების წინ რაიმე ტიპის გარიგებაში მიიღო მას მონაწილეობა 24 წლის არჩევნების წინ არა საკუთარ ცნობილი ფაქტია უკვე და მეგონი არც არავინ არ უარყოფს ამას და მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ თავის დროზე მიკვირდა მე რატო იქცეოდა ეს იდიოტივით რომ გვარამიას აძარცვინებდა საკუთარ ხმებს მაგრამ ამიტომ მგონია რომ ეს ერთ შეპირდნენ ეტყობა რომ ციხიდან გამოგიშვებთო და მოდი მანამდე შეეგუეს შენი პარტიის დაქუცმაცებასო მიხეილ სააკაშვილმა გვარამიას და კი მისი მეგობრების არჩევით ფაქტობრივად გაანადგურა საკუთარი პარტია გაანადგურა მათ შორის იმითი რომ უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე გაანადგურა იმითი რომ ადგილობრივ მმართველ საარჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და ფაქტობრივად საკუთარი ინფრასტრუქტურა რომელიც აწყობილი ჰქონდათ რეგიონებში ბოლომდე გაანადგურეს და ახლა მიხვდა რომ მაინც არ უშვებენ და ამიტომ გადაწყვიტა რომ ის ხალხი რომელმაც შეაცდინა თავის დროზე რაღაცნაირად დასაჯოს და ამ პროცესს უყურებთ ახლა ითხოვს რომ მე მაღიარეთ ბელადად როგორც აქამდე ყოველთვის იყო თუ არა და ნუ გამოგიცხადებთ ბრძოლას მაგრამ ნუ ახლა ყველანი ვხედავთ იმას რომ ალიანსში სადაც ძალიან საეჭვო ფული სხვა ხალხს მოაქვს მიხეილ სააკაშვილის ლიდერად აღიარება არ უნდათ და მიხეილ სააკაშვილი კიდე მიხვდა რომ საკუთარი ხმების გვარამიასთვის დათმობა და კიდე სხვა მისი მეგობრებისთვის დათმობა ვის მოაქვს ფული ალიანსში არ ვიცი ვის მოაქვს მაგრამ ჩემი აზრით ის ქართული ოცნებიდან მოდის იმიტომ რომ ჩვენ ამ ალიანსში სადაც ნაციონალური მოძრაობაც არის და ყველა ვთქვათ იმიტომ თქვენ საუბრობთ ახლა ახალზე თუმცა ამ სტუდიაში რამდენიმე წუთი წინ ირაკლი პავლენიშვილმა ეს უარყო სხვა შორის ის არ დაეთანხმა ამას რომ ეს კონკრეტული გვარები არა ეს იყო რაღაც შუამფულიანი შუამავლებიო მან თქვა საფულიანი შუამავლებები ის ანუ ყველას ესმის ამ ქვეყანაში პატარა ბავშვები ხო არა ვართ მართლა რომ გვარამიამ რომელმაც ათობით მილიონი იშოვა წინა საარჩევნოდ რომელიც იმად რა ქვია არაოფიციალურად ითქვა რომ გილაურმა მოგცაო ოფიციალურად გილაურისგან ფულის მოცემა არ დასტურდება ასევე გილაურს ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და ასევე ვიცით ის რომ იმ გილაურს რომელზედაც ლაპარაკობენ ამდენი ფული არ აქვს და მეორე გილაური მისი ძმა რომელიც ნიკას გულისხმობთ ანუ პრემიერი ვინც იყო ხო ნიკას არ გააქვს იმდენი ფული რომ 40 მილიონი გვარამიას მიცეს ეს აქვს მის ძმას მისი ძმა მოგეხსენებათ საქართველოს ბანკის მთავარი წარმომადგენელია და ის ერთ ნაბიჯს არ გადაგდნობს ქართული ოცნების გარეშე ეს ესმის ყველას და უბრალოდ ყველა საჯაროდ თავს იტყუებს და იძახიან რომ თითქოს ეს რაღაცა არ უნდა შევიმჩნიოთ ხო და აი მე კიდე მგონია რომ სანამ ამას არ შევიმჩნევთ სანამ ამას არ გავარჩევთ სანამ არ იქნება გარჩეული საზოგადოების წინაშე საიდან მოვიდა ფული თავარი ოპოზიციური ძალის დასაფინანსებლად, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთი ხმარ წამოიღო ქართული ოცნებისგან და გაეხლიჩა ოპოზიციური ხმები და მიშას ხმებზე ენადირა, მანამდე ხო არაფერი არ გამოვა. ეს უბრალოდ შეუძლებელია
ადამიანები ამას უყურებდნენ, ამას ვერ ხვდებოდნენ და ამაზე თვალს ხუჭავდნენ. ხო და მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი, მე უბრალოდ ის მაწუხებს, რომ აი უბრალოდ რამდენი ხანი უნდა ილაპარაკონ ესე პორციობით და ბოლომდე არ თქვან სიმართლე, მაშინ როდესაც ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვა, უნდა თქვა, რომ ეს კაც ამან მიღალატა, ამან ესქნა, ამან ისქნა, გილაური ეს არის, ეს ფული ეს იყო და საკუთარი მომხრეების რაღაცნაირად კოორდინირება შეძლო ამ იდეის გარშემო, რომ ყველა გალატობს ციხეში ხარ, აგერ შენი პარტია დაძიძგნეს, შენ შეცდომაში შეგიყვანეს, უნდა გაშიფრო თავიდან ბოლომდე. აი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ადგილას მე ვიტყოდი, ვინ ჩამოიყვანა საერთოდ თავის დროზე, ვინ ურჩია ჩამოსვლა, იმიტომ რომ ის ხალხი ხო არ შეიძლება ეჭვიტანილი არ იყოს. ქართულ ოცნებასთან შეთანხმებაში მიშა რო ჩამოიყვანეს და ჩააბარეს. ხო და აი ამ რაღაცების გარეშე სადაც სანამ ამ რაღაცის თქმა არ ხდება. და რატო არ აკეთებს ამას, როგორ ფიქრობთ? წარმოიდგინე, მაგრამ მე ტყვეა ადამიანი და ტყვეს ვერ ვეტყვი, რომ იცი რა ყველაფერი გააკეთე, მეთქი მე ხო არ ვიცი მის თვითონ როგორ ფიქრობს. გულწრფელ საუბრებს თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი უნდა ითქვას, ყველას თავის სახელი დაერქვას, აი რატო არ აკეთებს ამას? ნუ ზოგადად ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ზოგადად სულ აგვიანდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ეს რო 2024-ში დაიწყო, რაც ახლა გააკეთა, მისი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. უფრო ადრეც რო დაიწყო ეს ამბავი და ის არ დაიწყო თავის მომკვდარონება 2 წელი, იქ რაღაცა მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და უკრაინის მოქალაქე ვარ და ასე შემდეგ. აი ეს მაიმუნობები რო არ დაიწყო, ის რასაც ახლა აკეთებს, ის გაეკეთებინა თავის დროზე, საქმე წინ ექნებოდა წაგდებული და ახლაც რასაც აკეთებს, ისიც არასრულყოფილად აკეთებს. ის იქაც ბევრად უფრო მეტი გულწრფელობაა საჭირო, ყველაფერზე სახელია დასარქმევი და კიდევ ერთ შეცდომას, რასაც უშვებს, ახლა მე არ მინდა მიხეილ სააკაშვილი შეველი ვიყო, არ მაინტერესებს. ხო, თუმცა საუბრობთ ალიანსზე, რომელმაც თქვა, რომ ამ გაერთიანებაში არის რაღაც. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ლიდერები უნდა დაასახელოს, ახალი ლიდერები უნდა დაასახელოს, ვისაც ენდობა. მიხეილ სააკაშვილმა არავის არ გამოუცხადა ნდობა. მისი პარტიიდან ყველა ლიდერი მოკვდა შინაარსობრივად იმის გამო, ძველი ლიდერები გაიქცნენ, ახლები ვერ მოვიდნენ წესიერად. ხო, თავმჯდომარედ სამჯერ შეიცვალა უკვე. სამჯერ შეიცვალა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ეშინია, რომ მისი ადგილი არ დაიკავოს ვიღაცამ ნაცმოძრაობაში. და თვითონ ციხეშიძის ვინ უნდა დაიკავოს მისი ადგილი, პატიმრის ადგილი ვის რა ჩემფეხებად უნდა. ხო და ნაცვლად იმისა, რომ დაედობსონი თვითონ გაიქაჩა ნაცმოძრაობის ახალი ლიდერები პირობითად და იმ ძველი მოღალატეებისთვის ჩამოერთვა სტატუსები, ამის ნაცვლად უბრალოდ მიყვა რაღაცა სულელურ თამაშს და წინ ვერ მიიწევს. ახლა დაიწყო ნახევრად სიმართლეების ლაპარაკი. მე იმედი მაქვს, რომ ცოტა კიდე მოუმატებს, მაგრამ ასევე არ მაქვს იმედი, რომ ბოლომდე სიმართლეს იტყვის, იმიტომ რომ იმ ბოლომდე სიმართლეში მიხეილ სააკაშვილის როლიც არ იქნება ბოლომდე დადებითი და მთელი პრობლემა მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ის არის, რომ მათ არაფრის აღიარება არ უნდათ, რომ ოდესმე რამე შეეშალათ. 95% აიღო ადამიანმა თავის დროზე არჩევნებზე, როცა პრეზიდენტი გახდა. ახლა პატიმარია და რო კითხო არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. ხო და აი წარმოიდგინეთ ეს არა გულწრფელობა, აი ეს ნახევრად ტყუილები, ანუ ნახევრად ტყუილების თქმაში ქართულ ოცნებასთან შეჯიბრებას რა შინაარსი აქვს. ქართულ ოცნებას ბევრად მეტი რესურსები აქვს, ბევრად უკეთესად იტყუება, ბევრად უკეთესი პროპაგანდის საშუალებები აქვს. ერთადერთი რაც შენს გვერდით უნდა იყოს არის სიმართლე და მე ვერ ვიჯერებ რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის სიმართლეს ალაპარაკოთ. ის მზად არის იმ სიმართლეს ალაპარაკოთ, რაც სხვას ეხება, მაგრამ რაც თვითონ ეხება იმ სიმართლეს ალაპარაკოთ. ჩემი აზრით არ არის მიხეილ სააკაშვილი მზად და ეს არის მისი პრობლემა და აი სანამ არ იქნება მზად მანამდე ციხეში მოუწევს ჯდომა ჩემი აზრით. კარგით, იმაშიც ეთანხმებით სააკაშვილს, რომ ოპოზიცია მოწყვეტილი ამომრჩეველს და თქვა რაღაცა ვერ გადის ხალხში, ვერ აღწევს შედეგს, ვერც ქუჩის აქციებით, ვერც საერთაშორისო აქტივობებით და ასე შემდეგ. მე ვგონია რომ არ გადის. განმაზოგადო მინდა უბრალოდ ოპოზიციაზე, არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე. არის ასევე ლელო, არის გახარიას პარტია, ხართ თქვენ და არის ეს ალიანსი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან. სად არის ოპოზიციის მარტო ალიანსის არა პრობლემა, ბატონო იაგო, არის ამაში, რომ ხალხთან ლაპარაკიან, ხალხთან რაღაცის ჩაწყდა თუ გატყდა ოპოზიციასა და მოსახლეობას შორის. მოდი ესე შევხედოთ, პარტიებად რო არის საქართველოში რეგისტრირებული, ისინი ყველა პარტიები არ არიან. ლელო არანაირი პარტია არ არის, მისი ერთი ლიდერი გაქცეულია, მეორე მძევლად არის საქართველოში. შესაბამისად, როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი პარტიის იმედი, რომ ის რაღაცა რუსულ რეჟიმს გაქცეულია არის მამკა ხაზარაძეზე საუბრობთ? ნუ რა ყველა მიცეს. გაქცეულია თუ რაღაც წასულია რაღაც მიზეზის და გამო. ყველაფერს თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი გაქცეული არ იყოს ხაზარაძესნაირი და ნუ პატრიარქის სამძიმარზე არ მისულიყო. ყველაფერს თავი დავანებოთ და ჩემთვის ეს უტყუარი ნიშნებია ასეთი. გახარია რომ გაქცეული ასევე ყველა მიცის. ნაცმოძრაობის ლიდერი ციხეშია და მისი პარტია დაქუცმაცებულია და ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილი გააკეთოს კონსოლიდაცია. მარტო ჩვენ დავრჩით პოლიტიკური პარტია სინამდვილეში. ნაცმოძრაობას ყავს ხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია. ლელო და გახარიები აღარც არიან პარტიები, ჩემი აზრით. თქვენ გაქვთ პარტია და ნაკლები ხარდამჭერი? არა, ცხადია, ჩვენ მე ხوار ვიზახეთ, რესურსების ბევრად ნაკლები გვაქვს. სად ჩემი რესურსები, სად ხაზარაძის რესურსები, ან სად მიშას რესურსები, მაგრამ პარტია რასაც ქვია კონკრეტულად, მარტო ჩვენ გვაქვს ქართული ოცნების გარდა.
ამ წუთას. ნაცმოძრაობას ყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ რომ წართვის მიხეილ სააკაშვილის პარტია გაძიძგნეს მისი პარტია მოგეხსენებათ. ხო და ჩვენ არ გვინდა ამ არაფრის აღიარება, გვინდა რომ ვითომ არაფერი არ შეცვლა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წავრთმევიათ, ვითომ რაღაცა აი ეს სიგიჟე რაც მოაწყო გვარამიამ და მთელი ოპოზიცია რო გამოყარა პარლამენტიდან 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება და ნუ ხედავთ რომ სრულიად ოდიოზური ფიგურები ვითომ ოპოზიციური ველიდან დაპატრონებია ნაცურ ელექტორატს. ხო და ეს სანამ ეს ასე იქნება, მე არ მჯერა რომ რამე გამოვა, მიხეილ სააკაშვილს მე წარმატებას ვუსურვებ საკუთარი ელექტორატის უკან დაბრუნებაში, იმიტომ რომ მინდა რომ პოლიტიკური სპექტრი დაემსგავსოს რეალურ პოლიტიკურ სპექტრს. როგორიც არის ქართული. ასე რომ თქვა დასხდნენ, ყველაფერი ითქვას, მართალი გაირჩეს. ამას გულისხმობ. არა, მიხეილ სააკაშვილმა ღიად უნდა გამოაცხადოს, არა შერევით, რომ ხო, რაც თქვით, ანუ რომ მან უნდა მან ხო დაიწყო საუბარი, რომ პირველად 2016 წელსო გადაიხადა ფული ივანიშვილმა, ჩემი პარტიის გაძიძგვნაშიო. ეს მაშინ ის გადაუხადა, რა გადაუხადა, ის გადაუხადა, ხო. რა მოხდა? აბა 2016 წელს გასაგებია, ვისაც გადაუხადეს. მაგრამ დღეს ბოკერიას რა თუნდა მას ლაპარაკი, ხო ყველა მიცის რომ მიხეილ სააკაშვილს ძლივს ფრაქცია დარჩა მაშინ პარლამენტში და 22 კაცი წაიყვანა ბოკერიამ. მერე უბრალოდ მიშას გარეშე ნულების თემა მიმუშავა და ისევ განულდა. მაგრამ ეს ხო მოხდა 2018 წელს ასევე დაასახელა თვითონ 2000 გილაურიო ახსენა, მაგრამ გილაურს თუ ახსენებ, გვარამია საპონჩი არ ახსენებ. და რატო არ ამბობ იმას, რომ აი ეს აგერ თქვენს კითხეთ, თქვენ სტუმრას წეგან, რომ შეცდომა იყო თუ არა ეს ბოიკოტი და რაღაცა. აი ესეც კი არ უღიარებიათ, რომ წელიწადში 25 მილიონი დაკარგა ოპოზიციურმა იმან, დაკარგა 50 პარლამენტის წევრი. ხალხი დარჩა უმუშევარი, მათხოვრად გადაიქცა მათი წევრები. რეგიონებში დაკარგეს ნებისმიერი დასაყრდენი რაც ჰქონდათ. და ეს შეცდომა იყო, ამასაც კი არ ამბობენ, გესმით? და თუ ეს შეცდომა არ იყო, მაშინ შეცდომა რაღა არის? ვინ მართავდა ამ პროცესებს, ან დღეს ვინ მართავს ოპოზიციურ პროცესებს? ძალიან მარტივად იყო ამბავი. 2024 წელს გვარამიას ჰქონდა თავისი ტელევიზია, თავისი აწყობილი ინფრასტრუქტურა, სადაც მას შეეძლო ნებისმიერი ხალხის დაბულინგება, ვით მოუნდებოდა და ის ხალხი, რომელიც პარლამენტში შევიდნენ, როგორც პოლიტიკოსები, როგორც ჩანს არ იყვნენ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ეს ბულინგი ჩემთვის ახალი არ არის, 2020-ში იგივე ხდებოდა. 2020-ში იგივე იყო მცდელობა, რომ ქართული ოცნების დახმარებით არ შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს უნდოდა ქართულ ოცნებას. მაშინ ჩვენ უბრალოდ შევათრიეთ ესენი ფაქტობრივად პარლამენტში. ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადათ, რომ აი ახლა რომ ყოფილიყავით, მაგალითად ჩვენ ბარიერი გადაგველახა, ისევ შევათრავდით ამათ პარლამენტში. და გადავარჩენით. ბოდიში რა ერთად კითხო, ამ ლოგიკით გამოდის ისე ოპოზიცია ქართული ოცნების, როგორ ვთქვა, საქმეს აკეთებს, ან ქართული ოცნება მართავს ოპოზიციას. რაღაც 40 მილიონი ყველა ხარ გადავხდია იმ კაცს. იმიტომ გადაიხადა, რომ რაღაც შედეგი მიიღო და მიიღო ფანტასტიკური შედეგი. ანუ წელიწადში 25 მილიონიანი ინფრასტრუქტურის განადგურება, ხალხის უმუშევრად დატოვება და უბრალოდ აი პოლიტიკიდან განდევნა ფაქტობრივად და რითი გააკეთა ეს? გააკეთა იმით, რომ გვარამია გამოუშვა წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის დახმარებით ციხიდან და იმას დაანგრევინა ყველაფერი და ხალხს კიდე დღემდე ოპოზიციონერი გორია გვარამია. და სანამ ჩვენ ამას არ გავიაზრებთ, სანამ ბოდიშებს არ მოვიხდით იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამას ვიძახდით სულ და მიხეილ სააკაშვილმა ის თავის წერილი უნდა დაიწყოს იმით, რომ გირჩისთვის უნდა დამეჯერებინაო. და ჩვენ ერთადერთები ვიყავით, რომელიც იმას ლაპარაკობდა, რასაც დღეს ამბობს სააკაშვილი. ჩვენ ამას ოღონდ 2 წლით ადრე ვამბობდით. და მიხეილ სააკაშვილს უნდა რომ ყველაფრიდან მართალი გამოვიდეს, ისე რომ ვინც მასზე ადრე მართალი იყო, იმის შესახებ არაფერი არ თქვას. ხო და მე მგონია რომ აი ესეთი ნახევარად სიმართლეებით მიხეილ სააკაშვილი ვადას ამოწურავს ციხეში. ხო და მე კიდე არ მინდა რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადა ამოწუროს ციხეში. მე მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა იყოს და ქუჩაში უნდა დადიოდეს, აქ უნდა დადიოდეს იმაში სტუდიებში, რომ მისი ეს შარავანდედი გაიფანტოს, რომ ხალხი მიხვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც კი მას თავისუფალ გარემოში დასვამ და ვიღაცის პირისპირ დასვამ. მე ეს მინდა მოხდეს სინამდვილეში და ამას ყველა უშლის ხელს. ხოცებისთვის კარგია ტყვე მიხეილ სააკაშვილი ნაცებისთვის, რომლებმაც მისი პარტია გაძიძგნეს, ასევე კარგია ტყვე მიხეილ სააკაშვილი და ერთადერთი წესით მიხეილ სააკაშვილს არ უნდა აწყობდეს ეს ციხეშროზის ასე. მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ სიმართლის ლაპარაკი აქვს დასაწყები და ფიქრობს, რომ ისევ იგივე ნარატივით, რითაც აქამდე აგრძელებდა ნახევრად სიმართლეები, მას რო არაფერი პრობლემა არ ჩაუდენია. აი სასამართლო, რომელიც თვითონ ასამართლებს დღეს, თვითონ ასამართლებს, მის მიერ შექმნილი. ხო შეიძლება თქვას, რომ შემეშალაო. მეორეჯერ არ ვიზამო. ქართველო ხალხო, მაპატიეთო. მურუსიძე მაპატიეთო რო თქვას. ხო, არაფერი არ უშლის ხელს. ხო არ ამბობს. კარგი და დრო გვეწურება, ამაში ხედავთ გამოსავალს თუ აი მინდა ორ კითხვას გავაერთიანებ. ერთი, დღეს ვინ მართავს პროცესებს ოპოზიციაში?
გნებავთ ერთადაღებული, გნებავთ ალიანსი თქვენსკენ და ასე შემდეგ. აი 24-ის მაგალითიდან რომ გადმოვიდეთ, რომ დღეს რა ვითარებაა და თქვენ ფიქრობთ, რომ პრობლემა არის ულიდერობა თუ ბევრი ლიდერი? არა, რა ბევრი ლიდერი საერთოდ არა, ანუ პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი. ამ პოლიტიკური პროცესის მოკლაში ყველა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვიყავით ერთადერთი ხალხი, რომელიც ცდილობდით, რომ პოლიტიკური პროცესი გადაგვერჩინა. მე მახსოვს, რომ თავის დროზე ხუმრობდნენ კიდეც იმაზე, რომ ვიძახდი, რომ ქართულ პარლამენტარიზმს მეთქი საფრთხე ექმნება მეთქი წინა არჩევნების დროს. და მაშინ ნაცი, ქოცი ყველა ამაზე ღადაობდნენ, ესე რომ ვთქვათ. აი დღეს ხო აღმოაჩინეს, რომ აი ეს მიხეილ სააკაშვილისთვისაც ხო გახდა ეს ფაქტი და ხო თქვა კიდეც, რომ მარტო ქუჩის პროცესებიდან ვერაფერს ვერ ვიზამთო, პოლიტიკაც საჭიროაო. აი მაშინ ხო ასევე ხო იყო საჭირო. და მაშინ რომ კლაუდნენ ამ პროცესს და მიხეილ სააკაშვილი რომელიც იყო მთავარი კილერი ამ პოლიტიკური პროცესების ქართულ ოცნებასთან ერთად. აი ამასთან დაკავშირებით ხო საკუთარ შეცდომასაც უნდა აღიარებდეს და აი მე არ ვარ თანახმა რომ მიხეილ სააკაშვილი ან ციხიდან გამოვიდეს, ან ძალაუფლება დაუბრუნდეს, ან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს შეცდომების აღიარების გარეშე. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ არასდროს არ დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი მათ შორის ნიშნავს საკუთარი შეცდომის გადააზრებას, ამის საჯაროდ ლაპარაკს და ხალხზე პატიების თხოვნას. იმ ხელა ცოდვები რომ მქონდეს ქართველი ხალხის წინაშე, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია, რავი, დაჩოქილი შევეხვეწებოდი პატიებას და ამ ყველაფერზე თქმა იმისი რომ იცი რა მე არაფერი არ დამიშავებია, სულ სხვები იყვნენ დამნაშავები ყოველთვის და იცი რა მე მღალატობდნენ, მაგრამ მე სულ კაი ვიყავი. მას შეიძლება ფიქრობს რომ ამის აღიარების შედეგად მისი პოლიტიკური სახეხატი უფრო დაზიანდება, მაგრამ ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილს აზიანებს ის რომ მას არ გააჩნია პატიების თხოვნის უნარი. მას არ გააჩნია მონანიების უნარი და ისე უნდა რომ თვითონ ყველაფერში მართალი იყოს და სხვებმა აღიარონ. კარგი, არ ჩანს რომ სააკაშვილი რამის ვთქვათ პატიების თხოვნაზე სინანულს აპირებს და შეიძლება ან ხედავთ ვინმეს აი ოპოზიციური ან გაერთიანების ან მოძრაობის ლიდერად, რომელიც რაღაცნაირად ჩაუდგება ამას სათავეში. საკუთარ თავს და ჩემს მეგობრებს. სხვა ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ დამისახელებს. საქართველოს სულ სამი პარტია არსებობს. და თქვენს გარშემო ლიდერი არის ბატონი ბიძინა, ლიდერი არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ არა ვართ ჯერ ქართული პოლიტიკური სივრცისთვის ლიდერები, მაგრამ ჩვენ ვართ ერთადერთი ჩამოყალიბებული პარტია, სადაც ბელადი არ წყვიტავს ყველაფერს და რომელსაც გააჩნია თავისი იდეოლოგიური, მკაცრი იდეოლოგიური წესები, მკაცრი იდეოლოგიური ხედვა და შეგვიძლია ნებისმიერ პოლიტიკურ გამოწვევას იდეოლოგიური პრიზმიდან მიუდგეთ. სანამ სხვა პარტიები, აი, სადაც ხო იყო 4-5-95 რო გაიძახოდნენ. არა აქვს მნიშვნელობაო, ხმას ვის ვიცემთო, ჩვენო ერთნი ვართო. აი ამ სისულელეს რო საკუთარ ამორჩეულს აკადრებ. რომ 4 პარტიას მნიშვნელობა არ ქონია ვის ვიცემ ხმას. აი უბრალოდ ეს რა სისულელეა? აი მაშინ ერთად გაერთიანდი. ერთიანი სიტ რატო არ გახვედი? თუ მნიშვნელობა არ ქონდა, თუ მნიშვნელობა არ ქონდა ხმას ვის ვიცემდი 4-5-95-იო რო გაიძახოდი. მაშინ რატომ არ გახვედი ერთიანი სიით? ხო იყო ამაზე ლაპარაკი. და ეს ხო უფრო ეფექტური იქნებოდა თუ განსხვავებები იდეოლოგიური არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ქონია პარტიები. არასდროს არ უნდა ხაზარაძეს პარტია ქონოდა. არასდროს არ უნდა გახარიას პარტიის წარმომადგენლები იძახოდნენ, რომ ჩვენ ვართო ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია, რომ ვიღაცას ხვდებოდნენ, ამას ეუბნებოდნენ. გესმით? თვითონაც რო გელაპარაკ თქვენ რომელი პარტიიდან ხართ, გახარიას პარტია. ლელოს ხაზარაძეს პარტია უნდა. არასდროს არ უნდა რამე ღირებულებითი პარტია შეექმნა. შესაბამისად ეს ყველაფერი ამოტივტივდა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ესენი აი ჩვეულებრივი აი არაფრის გამკეთებლები არ არიან, ჰაერის ბუშტები არიან სინამდვილეში, რომელსაც ხალხი მოატყუეს. გვარამიას პროპაგანდის საშუალებით და მიშას დუმილის პირობებში გამოუვიდათ ხალხის მოტყუება წინ არჩევნებზე. ახლა არც ამ ხალხს ეუბნება არავინ ბოდიშს არ უხდის, არც ეს ხალხი არ იხდის არაფერზე ბოდიშს, რომ აი ეს რაღაცა სისულელე ჭამეს ფიზიკურად და მე არაფრის იმედი არ მაქვს მანამ, სანამ ეს პროცესი კათარზისი არ დაიწყება, სანამ არ გადავიაზრებთ იმას, რომ ხალხიც მოტყუდა, ვიღაცამ მოატყუა პარტიებიც გულისხმობთ და ის ხალხი რომელიც მატყუარად იქნება და დადასტურებული, მე ამიტომ მინდა მიხეილ სააკაშვილმა სიმართლე ლაპარაკოს. ჩემი მთავარი დამხმარე იმაში რომ ვამხილოთ მატყუარები არის მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ მის სიტყვას დამაჯერებლობა მაშინ ექნება თუ იტყვის მეც მომატყუესო. მეც მოვტყუდიო. აი მაშინ ექნება დამაჯერებლობა. მაშინ რომ ახსნის, რასაც მინიშნებებით საუბრობს ახლა, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და დარჩება რეალურად
ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესის შედეგად და ყველასთვის გასაგები გახდება რომ ეს მოღალატე ნაცები ან მიშას ბელადობა უნდა აღიარონ ისევ და დაბრუნდნენ ნაცმოძრაობაში ან წავიდნენ პოლიტიკიდან ხოცები ისე არიან როგორც არიან და დარჩებით ჩვენ რომელიც ეჭვიტანილები არ ვართ არც ნაცობაში და არც ხოცობაში და სულ ერთი ხან ნაცობაში ხან ხოცობაში არა ჩვენ 10 წელია ერთ და იგივეს ვიძახით აი შეუძლებელია რომ ვიღაცამ 10 წლის განმავლობაში ბექგრაუნდი ქონდეს 10 წლიანი პოლიტიკური და ვიღაცამ იქ ვერ გიპოვოს არათანმიმდევრულობა და ჩვენს არათანმიმდევრულობას ვერავინ ვერ პოულობს. ჩვენ სულ ერთი და იგივე გვინდოდა. სულ ვამბობდით 10 წლის განმავლობაში რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ხოცებთან, ნაცებთან, კაი საქმის კეთებაში. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მწვანეღილაკ ჩვენთან ერთად კაი საქმეზე. ქართული ოცნების ისინი პარლამენტის წევრები დააჭერენ ხელს თუ ნაციონალური მოძრაობის. მაგრამ მთავარი პრობლემა რომელიც აქ მდგომარეობს არის რომ აი მე ეს ვერ წარმომედგინა სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი რომ თურმე ხალხის მოტყუება პროპაგანდით სულ შესაძლებელია და მინდა რომ რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილს რომელსაც არ აწყობს მისი აწმყო ანუ სხვას ყველას აწყობს გვარამიან ფული შოვა და ფეხებზე კიდია კიდე სხვებმაც გარეთ ვინც არიან მინიმუმ გარეთ არიან მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს მისი აწყოზე მდგომარეობა და რაღაცნაირად მინდა გავაგებინო რომ ამ ჩიქორთულებით არაფერი არ გამოვა. ყველაფერს უნდა დაარქვას თავის სახელი, მოღალატეს დაუძახოს მოღალატე, ვისთანაც ეშლებოდა იმას ბოდიში უნდა მოუხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის სერიოზულად დაბრუნებას უკან. სადაც აი მის სიტყვებს ერთდღიანი მნიშვნელობა მაინც ექნება თუ არა ერთთვიანი და ერთწლიანი. ძალიან დიდი მადლობა ამოგვეწურა დრო იაგო, უღრმეს მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, შევხვდებით კვლავ ამ სტუდიაში. გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩა იყო დღევანდელი ღამის კურიერის ბოლო სტუმარი. მე ამით გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა რომ გვიყვებით. ნახვამდის.